მეგობრებო, ქართული კაფშა, იგივე ხამსა, ევროპის ბაზარზე შევიდა, წვეთში. აი ამის დედავატირე რა, თევზებას კი შეგვასწრეს ევროპაში. ამას წინებზე პუტინი გაქრა სულ რაღაც ერთი კვირით და რა არ თქვეს, კაცო, გადატრიალებაო, ავადაო, მოკვდაო, ბიჭი გაუჩდაო, მოკლედ ატყა მსოფლიოში ერთი ამბავი რა. არა და ჩვენი ბუნჩულა რო დაიკარგოს ერთი თვე კაციშვილი არ არის მაგის მომკითხავი. ბედის ირონია. კიდევ ერთხელ დაირღვა ქალთა უფლებები, ამჯერად ის არც მეტი და არც ნაკლები საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია. როცა განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტი ქალი უნდა იყოსო. რა არის ხარ ის თქმა გინდათ ბატონო გიორგი რომ რა ქალი უფრო ამტანია? უფრო უძლებს? რა სექსიზმია ეხა ეს რა? ელბაკიძის დაღმართზე ასფალტი დააგეს. ამას წინ ძალიან დიდი განხილვები უძღოდა. ასფალტი დაეგოთ თუ ქვაფენილი დაეტოვებინათ მსჯელობდნენ. ბოლოს ადგილობრივებს კითხეს და იმათ თქვეს რომ ბიჭო რა არის იცი ასფალტი იყოსო. იმიტომ რომ ქვების ჭამას ისევ ასფალტის ჭამა ჯობიაო და თან ზამთარში მარის მოაყრია მან და რა ჯობიაო თებერვლის სუსხში ბუხრის წინ კაი შავადესასთან ერთად მარილ მოყრილი ასფალტის ჭამას. აი ასეთი იყო ჩვენი მონოლოგი. შეგახსენებთ რომ ჩვენს შოუს მუსიკალურად აფორმებს დავით სპორტჟიძის შეთხელებული ბენდი და დაუკარი დათო სანამ შეგიძლია მიდიება. შოუში იხილავთ კრიმინალური სამყაროს მიერ შეკვეთილ სიუჟეტს, იმას თუ როგორ უხმობს დიდო ლაყვილავა უსუფაშვილს, ნოდარ გურგენაშვილს, სტუმრად და პოლიტიკური ჯაზებით, გოდერძი შარაშიას და ელენე ბოჭკუას და მამუკა ჩარკვიას. იცით რომ დავით უსუფაშვილს ვუხმობთ წინა მოხმობაზე უთხარით რომ თუ დათო არ მოვიდოდა გელა გნოლიძე დატოვებდა შოუს. გელა მინდა გითხრათ რომ უსუფაშვილმა გაგაგდო შოუდან. კი და წადი მე ამას ესე არ დავტოვებ. ვაგზალებთ ხიარულებას ვირბასო მეგობრებო. ახლა ხან ცნობილი გახდა. ტყუილად იცინთ მეგობრებო თქვენ გაიცინეთ. გახდა რომ ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე თურმე ლექსებს წერს და კრებულის ქონია გამოშვებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ლაპარაკი გვაქვს ფაიზაღ გამგებელზე ზაზა ურუშაძეზე და ეს მართლა გამოაქვეყნა ეს ლექსები. მოდით წავიკითხოთ გამგებლური პოეზია. როდესაც ზიხართ უფულოთ და არ გაქვს შოვნის შანსები, არც მეგობრები გაწუხებს და აღარ ძველი ნაშები. რა დრო იყო რუსეთში 37 მანეთად შეიძლებოდა გასულიყავი და ამ თემას ეძღვნება მის შემდეგი ლექსი. რუსის ქალი, მართლა ქალი, დაგვავიწყდა სადღა არის, არჩევნებზე გაიქეცი აირჩიე ხალხი მრგვალი, დახმავაღლა გახვიროდი, აღარ გვინდა რუსო წაი. არ გინდოდა? ქოდა კაი, ახლა მაშინ მუყვირი ხარ, გაჩუმდი და წყნარად წაი. რუსე თუმე არ არის, ერთი ლექსის გამო ამას ვერ იტყვი, მაგრამ ნატაშე თუმე არის. ნამდვილად ჩვენი ძვირფასი ბატონი ზაზა, იმიტომ რომ აი ესეთი ლექსი დაწერა. სხვა შორის ეს არ უშლის ხელს მის პროდასავლურობას. აი ნახეთ. როგორი პროდასავლური ლექსია. კომკავშირს ბოლო მოეღო, მას მოსდევს შენი პარტია, ერთ წელიწადში გათავისუფლდა ესტონეთ, ლიტვა, ლატვია. ეხლა დაუბრუნდეთ ნატაშუმეობის თემას, ზოგს მამაკაც მოსწონს ქერა, ხალბატონები, ზოგს წითურები, ზოგს შავგრემენი, ზოგს სხვადასხვანაირი კიდე, რამდენაირი არსებობს, ბევრნაირი. აი ბატონო ზაზას მოსწონს შავგრემანი და ძალიან შავი. დათო. აი თავად დარწმუნებით ამაში მისი უკვდავი ლექსი. უკვე უკვდავია. დიდია, სხვათა შორის მოემზადეთ. გვიან ღამით სასტუმროში. ლანჩხუთის სასტუმროზე არ არის ალბათ საუბარი. გავიცანი ორი ქალი. ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძალიან შავი.
შავი მაგრამ კერდი ვარგი მაღალი და ფეხით სარგი შავგრემანიც კარგი იყო თვალ ციმციმა დატანათი შებმა ცოტა გამიჭირდა ბოლოს მოხდა საქმე კარგი ჩემ მაგიდას შემოხსნენ შავიცა და შავგრემანიც გამისწორდა რომ შევხედე როგორ შევძელე სამბავი მაგისთან სამნი ვზივართ მე მარტო და ორი ქალი ფიქრობ ეხლა როგორ უთხრა ორივენი ჩემი არის მიჯობს მომენტს დაველოდო ბოლოს უთხრა ნაფიქრალი უყურე შენ ლანჩხუთში რამბები ტრიალებს სადღეგრძელოს ყველა ამბობს შავიც მეც და შავგრემანიც რესტორანში ქეივს რაჯობს თუ გვერდით ხავთ ორი ქალი სახელები არ მიკითხავს სად წამივლენ აქ არ არის ქეივს ბოლო აღარ უჩანს სმას და ჭამას არეალი ორა კარგად მოვილხინეთ ფიქრობ რომ თქვა ნაფიქრალი და ნომრისკენ წავიყვანო შავიცა და შავგრემანიც მოვიხედე და რას ხედავ მაგიდასთან არ ვინ არის მიმტანი კი გვერდზე მიდგას შეკითხელში ვაიბრალი ვიქრობ ნეტასაც წავიდა გაცნობილი ორი ქალი ერთი შავგრემანი იყო მეორე კი ძალიან შავი ვეძებ მაგრამ სად არიან ნაქეიფარ გამაძღარი სახელებიც არ მიკითხავს ახლა რა ვქნა უივაი მიმდან შეკი გამოვართვი და მივეცი ჩემი ვალი დარბას თვალი გადავავლე იქნებ ჩანდეს ორი ქალი ერთი შავგრემანი იყო მეორე კი ძალიან შავი მაგრამ არსად აღარ ჩანან დარბას ეთყა შავი კვამლი ჯობდა დროზე მეთქვა მათთვის გულში ჩემი ნაფიქრალი რესტორნიდან წამოვედი წამოვიღე ორი ვარდი მომატყუეს მაგრამ რა ვქნა მაგათ პატრონს აიდარდი რა თქმა უნდა არ შავგრემანი და არ ძალიან შავი ქალი არ ღირს გაბრაზებად და ცხენად პრინციპში ხა რას ვერჩი ამ ადამიანს ას კაცი ლექსებს წერს, კითხულობს, ანუ წერაც იცის და კითხვა ზოგმა ალბათ წერა-კითხვაც არ იცის ნორმალურად. დიდი მადლობა ბატონო ზაზა რო არსებობდა ამ ეროტიული პოეზიით, არა მარტო ეროტიული, პატრიოტული ლირიკაც გექნებათ. აცოცხლებთ ჩვენს რუხე და მრუმეყოფას. მე აქედან პირდაპირ გეპატიჟებით რომ მობრძანდეთ ჩვენთან შოუში და კიდევ ბევრი ასეთი ლექსი წავიკითხოთ. მეგობრებო, შეკვეთილი სიუჟეტის დრო დადგა. მოგახსენებთ რომ გვაქვს შეკვეთილი სიუჟეტი, იხდით ფულს და უშვებთ თქვენს მიერ შეკვეთილ სიუჟეტს. დღეს სიუჟეტი შეგვიკვეთა არც მეტი და არც ნაკლები კრიმინალურმა სამყარომ. დიახ, კრიმინალური სამყაროს მიერ შეკვეთილი სიუჟეტი, ბაბი კირკიტაძის მიერ მომზადებული რაღაცა. ხო, ჩართოთ. რომელი ქართველები არიან ყველაზე ცნობილი და გავლენიანი? პოლიტიკოსები? არა. კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები? არა. რა თქმა უნდა, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები. სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ებრძოდნენ ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს. არა და დღეს სწორედ ასეთი ავტორიტეტები ესაჭიროება საქართველოს. Здорово, бабсо! Здорово, ჩემიზა! უამრავი უპირატესობა რა ქურდული ცხოვრებით ცხოვრებას რა ქურდული წესებით რა ჩემე დაიგო რა მაგალითად მაგალითად გეტყვი რა აი სასამართლოებში ლუბოი საქმე რა სტატისტიკურად რო ავიღოთ 2 წელიწადი ჯანჯდება რა აზე ხარ აი просто კურს რო ეგ საქმე დაუნახევარ საათში გაგიასებს საოცარია. ანუ ბატონო ექსპერტა, თქვენი აზრით ქვეყნისათვის კარგი იქნება ქურდული მმართველობა? აბა რა წარმოიდგინე აი просто რა ჩემი დაიკო ხაშენაკი აი просто 1 ლარის რო დაიკარგოს ოფშაკიდან აზე ხარ просто რა მოხდება აზე ხარ რა მოხდება ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი გარღვევა და ხადური არც მოუხსენიათ თო ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი. მაგალითად, რა სჯობია? ტორზე იჯდე და სასტვეს ჭამდე თუ პირიქით? ადამიანებმა ინდივიდუალიზმი დაჰკარგეს. ადრე ბევრნაირი კაცი არსებობდა. კაი ბიჭი, მუჟიკი, ბესპრიძელი, ჩმორიკი. ახლა ყველა კაცი ერთნაირია. გთავაზობთ ინტერვიუს ადამიანთან, რომელსაც კაი ბიჭობა წაართვეს. ადრე მე კაი ბიჭი ვიყავი.
მაგრამ ერთხელ სადარბაზოში დამხვდნენ და წამართეს ეს კაი ბიჭობა. ამახიეს ფაქტიურად. ხომ არ დაგინახავთ, ვინ იყვნენ? კი. რა დამავიწყებს იმან სახეებს? სოროსი იყო. სოროსი და სოროსელები. ესე მოვიდნენ. ჰოპ. და წამართეს კაი ბიჭობა. როგორ ფიქრობთ, დაიკარგა ჩვენს დროში გაგება? გაგება გაგება ჩვენთან რა დაკარგავს გოგონა შენ მოგეულ. აი თუ არ ჯერა ნებისმიერ გამოვლენას ვკითხოთ რა. ბატონო. ჩემი ძმა მოდი ერთ წუთი. დიახ. კაროჩე, კაი საქმეზე 20 თეთრი მაკლდება რა. ათი შენი დედაც. მოწო დაიკარგა გაგება? ადრე აქ ქურდული სამყარო იყო. ახლა კი ბავშვთა სამყაროა. ადრეთ მას შავად მქონდა შეხებილი. ახლა კი წითელი მოს. ადრე წითელზე არ აჩერებდნენ, არც ახლა აჩერებენ. და ბოლოს, თუ შავი სამყარო არ დაბრუნდება, არასправედливად დედა მოება. იმის გამო რომ დავით უსუბაშვილი არ მოდის, ჩვენ ბენდიდან გავაგდეთ მარიამ ჩაჩხიანი და გელაგნოლიძე. ახლა ვაბანკ მივდივართ. თუ დავით უსუბაშვილი არ მოვა შემდეგი შოუს ჩაწერაზე, ბენდის ყველა წევრი, დავით ფორჩხიძის გარდა, დავით ფორჩხიძე გებრიელი ლუკმა, გაგდებულ იქნება. დიტო ლაგვილავა იმღერებს ამის თაობაზე. დიტო თხოვე უსუფაშვილს რომ მოვიდეს, თორე ბენდი ჭუჭუ იმღერეთ. Das
ჯონი ვაი მე მგონი ეს კაცი ნახდად გასაშვებია მოდი დათო შეშალა შეშალა სუდაჩალა გაფიშადა იბეტონა შუაგზაზე მიგვეთოლა გოცოგაცო აიანაცო შემამაცო ჩვენი შოუს სტუმარია რესურსის დამსახურებული არტისტი, ყველასათვის ცნობილი მსახიობი, საყვარელი მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი. აბა რატო მოგიწვია? ну ავიც რატომ მომიწევ ალბათ როგორც გამომაცხადე ხო მსახიობი ალბათ მაგიტომ არა იდე სხვა მიზეზი სხვა მიზეზი ერთხელ საქართველოში ხო ჩვენს სკეჩ შოუში არის ეგეც მაგრამ თავარი მიზეზი ეგ არ არის უსუფაშულმა გადაგვაგდო გაიგე ბოლო მომენტში და შენ უბრალოდ დაგიძახე რა ასე გებია ხო ანუ ეს ხო აქვე ვიყავით თან ესე ხო და გადაუხადე მადლობა ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესს მსახიობებზე ასე ზრუნ დიდი მადლობა რომ გადაგაგდო და მე რო აქ ვარ ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებს პოლიტიკა უსუფაშვილი ხო იცი სახეზე რო დაახლოებით ხო დაახლოებით ხო ანუ დაახლოებით რო უსუფაშვილსა და დაუშვათ მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთსგან არჩევ ხო და უსუფაშვილს და დათო საგანელი და ცოტა უკვე გიჭერს ხო არა დათო ხო ეგ არის მართლა ხო ბედნიერი კაცი ხარ შენ მართლა ოღონდ ისე გულწრფელად ვიზახი დაიფიცე დედა რომ მართლა გიჭერს დათო საგანელის და უსუფაშვილს კაცი ხო თან დედა დაიფიცე ხო არა ბედნიერი კაცი ხარ ესე იგი შენ პროფესიაში მე სხვაგან ვარ რა მოკლედ ხო კარგია ეგ კარგი კაი ცოტა არასტანდარტულად მინდა რომ ესეთი არასტანდარტული კაცი ხარ და ჩვენი შოუც მინდა არა ისე როგორც აი ესეთი შოუს შაბლონია არამედ რამეს არასტანდარტული შოუ რო გავაკეთოთ დავდგათ და რაღაცა ისეთი შეკითხვები არა რაღაცა ისეთი რა ქვია აი გავერთოთ ესე ხო არა ხო ცოტა უცნაური ცოტა განსხვავებული კურიოზი ხო არის ცი რამე არასტანდარტული ანუ არა ხო კურიოზი რამე კურიოზს ხო ვერ ბაქამდე მივიდიოდი ხო ნუ ხო იცი ყველაფერი იქამდე მიდის რა კურიოზს ხო არ გაიხსენებ ხარა კურიოზი გითხარი 3 4 60% ალბათ კარატეზე უულია ხო რაც მოსახლეობის თუ რაღაც და რატო ქვიათ კარატის მასწავლებლებს ანკახა ანგელა მართლა ხო აი სუეგრია რა რატო არ ვიცი ანკახა ქვია ანგელა კარატის მასწავლებლებს ჩემ კარატის მასწავლებლებს შალვა არ ქვია არა არ გამიგია კახა და გელა ნუ ყავდა ესეთი მასწავლებელი კახა ხო ერთად გაკვეთილზე თუ რა ქვია მაგას ვარჯიშზე კახა გვეუბნება რომ ხვალ ანუ ვაგროვებთ სანთლების ფულს ესეთ რაღაცას მეუბნება რა ხო სანთლების ფულს დაახლოებით 30-40 მოწაფე ვიყავით ხო ბავშვები რა ბავშვი სკოლაში დავდივართ ვაგროვებთ სანთლების ფულს და ისეთი თანხა შეგროვდა რომ წარმოიდგინე დაახლოებით ხა 40 ბავშვი რაღაცა 200 ლარამდე ავიდა რა და 200 ლარად რამდენი სანთელი მოვა ძალიან ბევრი ხო ну კაი არ ვიცით თქო არ გვეუბნება არაფერს სანთლების ფულს ვაგროვებთ უბრალოდ შევაგროვეთ ეს სანთლების ფული მივეცით მეორე დღეს და ну მესამე დღეს გვიბარებს ოღონდ ხო რაც თავარი ანუ ის გაკვეთილები ქონდა ხოლმე შუა დღესით მაგრამ ხამე დაგვიბარა ამან ხო სანთლების გამო სანთლების გამო მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ხდება რა და შევდივართ ფიზკულტურის დარბაზია იქ რაღაც კალადბურთის ფარი რაღაცები ხო ხდები და ბოლოში არის ესეთი ნიშასავით რაღაცა სადაც აი სლეიბები რაღაც გირები რაღაცები სადაც დევს თუ რაღაც ხო მაგრამ რა ხდება ეხლა ჩაბნელებულია ეს დარბაზი ხო და ერთი დაახლოებით ალბათ 300 სანთელია მთელ დარბაზში კალადბურთის დარბაზში ანუ აი როგორი სიტუაცია იცი ფარზე ზევიდან ესე სანთლები
ყველგან სანთლები კედელზე ესე რო ვერ ჩამოკიდა ესემია მაგრამ და ეს რო ღვენთავს და ძალიან რომანტიულია. ხო ანუ სულ სანთლებია და სიბნელია რა იქ რაღაც ბადეები ქონა ფანჯრებს და რაღაც ხო დავჯიქით ყველა ესე რაღაცა საწყობს. ხო სანთლები ხო ხდები რაღაცა და ნუ დავჯიქით ყველა ეს მუხლებს ვიყავ თან როგორ ესე უნდა იჯდე რა ანუ მოდუნების არ უნდა მოდუნდე შეიძლება საერთოდ არ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ტყლაშა ხო არ უნდა მოდუნდე რა გვერდი და ვიღაცა ხო ხდები და ზივართ და უცბად ანუ აი საიდან შემოვიდე როგორ გაჩვენო აი დავშე წარმოვიდინოთ ესეთი ხო მედი აი ეს ნიშა და არ ჩანვარ ხო დავიშოთ ჩვენ ვზივართ ესე წრეში 40 ხო და აქ არის ორი კაცის ადგილი რა და უცბად სიბნელიდან ნიშიდან ზუსტად ესე რა წარმოვიდნენ არ ჩანვარ ოღონდ რა აი ეს მოძრაობით შემოდის კახა სენსეი მართლა აი ესე გასწორდა გასწორდა ასე ჩადგა და აქ შუაში შემოვიდა რა სადაც ადგილია საგებია და ესე დარდა ნუ ხურეთ ბავშვებს დაღებ ხო ნუ რა ხდება გაკვეთ უნდა ვიჩხუბოთ თუ ვისპარინგოთ თუ რაღაც მაგრამ ვაფშე არ ხდება ხო მე და შემოვიდა დადგეს ხელები უკან შემოიწყო და დადის ხო დადის გავიდა 5 წუთს გვაწამებს რა არ ვიცი რაღაცას ხმას არიღე ხმას არიღებ ჯერ დადის 5 წუთი გავიდა და იწყოს ლაპარაკს იაპონიაშიო იყო ერთი ცნობილი კარატისტიო რა რომელიცო ნუ რომელმაც გადაწყვიტაო რომ რაღაც გარკვეული პერიოდიო 2 წელიო დაეთმო მუცლის პრესისთვისო რა ესეთი რაღაც ამოიჩემო რომ ანუ პრესი უნდა და მაგარი ქონო დანარჩენები ხო რაღაცები და ეხა პრესზე რა და ერთ-ერთი ვარჯიშიდან ბრუნდება სახში რა ხო ხდები რაღაცა ტყეში ვარჯიშობდა თუ სად ვარჯიშობდა არ ვიცი ძალიან მაგარი კარატისტი იაპონელი ვიღაც და ბრუნდება სახში რა მოდის ხო მაგარი ნავარჯი პრესი რა უკვე საკაიფო დონეზე აქ დაყენებული და მაგრა თუ სწორდება რა და მოდის თუნდაც და დაინახა რომ ყანაში ვიღაც გლეხი ბარი უჭირავს და რაღაცას იმაშოხა რა ხო ღამდება ბინდებასავით რაღაცა და ეს მივიდა ამ გლეხთან და ამ გლეხს ეუბნება რომ მუცეში ხელი დამარტყიო რა პაპა თუ იღას ეუბნება რომ არ დაგარტყაო რატო უნდა დაგარტყაო არაფერი არ დაგიშავებიო ჩემს კავშირი დამარტყით რომ მე დაგარტყაო რა ეუბნება დაახლოებით 70-80 წლის კაცს მართლა დაარტყოს დეგენერატია წარმოიდგინე ხე ამ პრესზე იმუშავა ამდენი წელი ხო მე ნუ კაროჩი ამ კაცს ეს გლეხმა თოხი დადო თუ რაღაც და მივიდა და ეს ხო დადგა რა ეს თავისი პრესი თუ რაღაც ამას გიყვება ხო ამას ყვება ოღონდ როგორ ყვება ისე აი ამიტომ აი ესე დადის რა და თან რო ყვება რაღაცეებს ხო და ამან უცხარავ როებს გლეხს დამარტყია რა რაღაც ასახიერებს იმეებს აკეთებს კატებს თუ რაღაცეებს გვიტარებს რა ამ გლეხმა დადო თოხი მოკლედ ამან რო არ ვიცი რო არ უკვე საინტერესოა ხო რო არ მოეშვა თუ რაღაც და დადო მივიდა დგას და მიარტყა რა ესე ხო ხები რა უბრალოდ ეს უბრალოდ რა ეს ხო უბრალოდ მიარტყა ამან გაუსწორდა ამას იასნია რომ არაფერი რა თქმა უნდა მიადა და გააგზავნა ამ გლეხმა თოხნა და კარგად ბრძანდებოდა და წავიდა ხო და ის ტიპი ეს პრესის ტიპი რა ერთ კვირაში მოკვდა ანუ ორგანიზმი დაეშალა შიგნიდან თლიანად რა ნელ-ნელა ოღონდ ეს მოგიყვა ხო და ამას ყვება და ის მაგარი ხო და რა ხდება ეხლა მაგრამ რატო რაღაცა ხო უნდა მოხდეს მორალი ხო უნდა ხო რაღაცა ხო არის და მაგრამ უფლება არ გვაქვს რომ ვიკითხოთ თვითონ უნდა დაამთავროს რა არა კახა ისეთი ჩვენ როგორ არა ჩვენ როგორ ვართ ის არ არსებობს აი ესე უყურებს და პაუზა დაიჭირა ორგანიზმი დაეშალა და რა ხდება მორალი რა ჩვენო კარატისტებიო ხო არ უნდა ვიყოთ ამბიციურებიო ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავიდეთ თავდასხმაზეო ჩვენ უნდა დავიცვათ თავიო არ უნდა იყოთ ამბიციურებიო და ეს თელი ეს ისტორია დღევანდელი გაკვეთილი დამთავრებულია კარგად გზნდებოდით ეგეთი ამბები ხო არის რომ მოდიოდა ბრუსლი ჩემოდნებით ხო და ძროხარო იყო გვერდიდან ხარი ხარს გაუარა და ხარი დაეცა და როცა შეანელეს ეს აი შენ გაგა მე სმაგეგეთი ხო და ფინალი არ გაინტერესა ა ბრუსლის რამოდენიმე ვარი უნთად ექცა გული არის ხო ჩაკ ნორისზე იცი ანეკდოტები აბა მეტი დავაი გაუბერო ჩაკ ნორისი იცი რამდენი აჯიმანი ისაკეთე რამდენი ყველას შენ რამდენი შენ არა სარკეში რო არ იყურება ჩაკ ნორისი თუ იცი რა სარკეში არ იყურება ჩაკ ნორისი იმიტომ რომ ორი ჩაკ ნორისი არ არსებობს არ შეიძლება ეგეთი რაღაც ორი ჩაკ ვინ გააჩინა იცი დეიდამ
რატო იცი? აბა ჩაკნორის დედას ვინ ვა, ხო, დეიდამ გააჩი. ჩაკნორის კარგი, ეხლა მოდი ცოტა პოზიტივზეც გადავიდეთ. შენ იყავი შუა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ძალიან ცნობადი პირი და იყო შემთხვევები, როცა შენ და შენ პერსონაჟს გაიგივებდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მსახიობს მოზდის ესე, რომ საკუთარ პერსონაჟთან აიგივე. შენ შემთხვევაში როგორ? კი, შენ შემთხვევაში ეგრე იყო. ნუ ძირითადად ბავშვებში არის ხოლმე ესე რომ თუ პეტო იყო შენ ხო, ხდები, ნუ ბავშვი მაინც ახლა ტელევიზორს უყურებს და რაღაც გონია რომ ეს ყველაფერი რეალობაა, დაუშვათ დავდივარ ისეთი საროჭკით ლაპარაკობ ისე, რაღაც ხდები ცხოვრობ იქ. ხო. იქ იმაში რა ქვია, იქ მართლა იქ ცხოვრობ და რაღაც და ნუ პეტო რა თქმა უნდა პაატა ბავშვები ყველა, ნუ ბავშვები ძირითადად ბავშვები თორე დიდებიც. და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ნუ რამდენი 2 წელი თუ 3 წელი ვიყავი, ხო, დაახლოებით და ნუ პეტო ხო ხდები რაღაც იქ უბანშიც იქიც ნათესავი ზოგს რაღაცა და გამოაცხადეს რომ მორჩა შუა ქალაქი ხო დამთავრდა სერიალი და გამოაცხადეს ტელევიზორში ოფიციალურად რომ მორჩა შუა ქალაქი აღარ იქნება დამთავრდა ძალიან დიდი მადლობა რომ 6 წელი გვიყურებდით და ნუ ბოდის მოგიხდით რაღაცა და მეორე დღეს გამოდივარ სახელიდან და უბანში ბავშვები ნო და რა შვები როგორ ახლა რა პეტო ეგრევე და პეტო აღარ იქ არა ნო და რა შვები როგორ ახლა ერთხელ საქართველოში ეს პროექტი უკვე დაიწყო შენ ხარ უკვე ჩართული სკეჩებში მონაწილეობ ჩვენ სკეჩებში რა შეგიძლია თქვა აი ამ პროექტზე როგორ გრძნობ ნაშემი კარგად გრძნობ სხვათა შორის თავს ნუ ასთავარ ეს პერსონაჟი ეხლა პირველი რაც გადავიღეთ ნუ რაღაცა ერთი პოლიციის ინსპექტორი ხო უბრის ინსპექტორი და ერთი სკეჩი მეორე სკეჩი რაღაცა და უკვე რაღაც ხასიათიც რო გამოიკვეთა მეც ვიკაიფე და ანუ ხო ხდე მე თვითონ ნახავენ ერთობი ჩემი პერსონაჟი ჩვენი შოუს შემდეგ დაიწყება უკვე ეს სკეჩ შოუ რომელშიც შენც თამაშობ და ვიცი ალბათ ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა უსუფაშვილთან უბრალოდ უსუფაშვილს დაეძაბა მე მგონი უფრო მარიამ ჩაჩხიანი გავაგდეთ იმით რომ არ მოდის გელაგნოლიძე გავაგდეთ და გელაგნოლიძე კი გავაგდეთ მაგრამ რუბრიკა არ გვინდა რომ ჩაგვივარდეს პოლიტიკური ჯაზები არის ეს რუბრიკა და მინდა გთხოვო დასასრულს იმონაწილეო გელაგნოლიძის ნაცვლად ქუდი და სათვალეები გვაქვს და გამონახოთ როგორ იმღერებ ბატონო არ არის პრობლემა მაგრამ იცი რა მაინტერესებს დაუშვათ კიდე რო არ მოვიდეს მე მეც გამაგდებენ თუ რა ხდება ხო არ ვიცი შენ ალბათ ყველაზე ბოლო ხარ რა სია აჰა გასაგები ნუ ნახოთ ახლა თუ არ მოვიდა და მაშინ მე სვიჩალიში რომ მოვიდეს ეს კი ბატონო აუცილებლად შენც სვიჩალიში ნახოთ სრულად ახალი შემადგენლობით პოლიტიკური ჯაზები ნოდარ გურგენაშვილის მონაწილეობით არის ეს პოლიტიკური ჯაზები ჩვენი ბავშვენი პოზიცია უკვე 20 წელი ამას ლაპარაკობდა ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი ნუ როგორ არიცით ბატონო გოგი ბალტიისპირეთი გერმანია ჰოლანდია გარდა ამისა ნატოში თუ არ წავედით სად წავიდეთ რუსეთში ნოდარ ერთი უმღერე გოგის ეხლა ვიშავ უმღერე გოგის უმღერე მართალი ხარ კენაცვალეში გულში მერსედესი გამიცვალე შიგულში ჩვენ ახსენებს სიტყვა ნაწყენი ვინც ნაწყენია ცივი წყალი დალიოს ბევრი მაქვს მათ შევარში მოვდანდნენ მეც ნაწყენი ვარ ბატონო დავით რომ არ მოდიხარ ჩემთან ორი თვეა ცივ წყალს ვსვავ კარგი კიდე დავლევა ბატონო მაინც არ მოდიხარ და დავლევ ცივ წყალს მოდარი გიმყენ შალამ უკვე ასიჭი გადავია ხიპი რომ აქვს დათო შენი ბრალია განთავისუფლებული ბრუნვები გაზრდილია 41%-ით. აი ესეთი მდგომარეობაა ჯერჯერობით მაგრო პარამეტრების. საკმაოდ იმედიანი თვე იყო თებერვალი. კარგია ნოდარ, თუ ეს მოკლე თებერვალი ასეთი იმედიანი იყო, ასე ხარ გრძელი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი რა მაგარი იქნება? და რა მოხდება თუ აპრილ, მაისი, ივნისი, ივლისში და მერე ყველაფერი კარგად იქნება? რა მოუვა საქართველოს? მიდი ნოდარ, გვიმღერე. გეტყვი და გიმღერე. რა მოუვა? გეტყვი და გიმღერე, წავა. მიდი. საქართველო მალე გაბწყინდება შეისხავს სარწმუნოს ფრთებს მერე
თავზე თეთრი მტრედი აფრინდება სულს მომიტანს ბელს მარტი მოკლეს სინათლეს ეს გემალე ინათეს საქართველო გახდეს თლიანი ჩვენი ყველას ოცნება ახდება საქართველო გაწიდება საქართველო რეკლამის შემდეგ გოდერძი შარაშია და ელენე ფოჭყუა და მამუკა ჩარკვიანის ძალიან მაგარი სიმღერა. ორი ვარსკვლავი ელენე ფოჭყუა და გოდერძი შარაშია მოვიდნენ ჩვენთან ძვირფასო მეგობრებო და მე ხლა ავდგები და მათ შევეგებები, აი ხლა ვდგები და მივდივარ და ვეგებები. სად არიან და თო იქით ხო? აბა სად ორივე აქ მოვიდა. სულ ტრადიციული შეკითხვა, რომელსაც ორი ვარსკვლავის მონაწილეებს, დიახ. ორი ვარსკვლავის მონაწილეებს უსვავ. რომელი უფრო ვარსკვლავი ხართ? ელენე. არა, ერთი წუთი იქნება ელენეს სხვა აზრი აქვს. თუ ელენე. მე თუ მეკითხები ელენეთა და. ხო, ელენეს. ნუ ეგ ასაკ, დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ორივე. აი, გუნა გეპავს. ორივე ниცა. აი, რომ მოიგებ? მანქანა ვისი იქნება, როგორ არის ეს? რა თქმა უნდა, გოდერძის. გოდერძი შენ გინდა. ვისი იქნება მანქანა? თუ იმ ტრადიციას გააგრძელებთ, შეუნდა უთხრა რა თქმა უნდა. იცი რატო? თუ რა თქმა უნდა ელენეს. არა, და შუაზე გავდა ოპელასტრას ვიყიდით ორ ცალს. მართლა? ეს არის ჩანაწერი, ჩაიწერება გავა ეთერში და საზეიმო პირობა როგორ არის? თუ მოიგებთ როგორ არის? როგორ არის? თუ მოვიგებთ ვიყიდით მანქანას და ვყიდულობთ ორ ასტრას. და ორ ოპელასტრას, ხო? სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით, ბევრი არ არის ესეთი, გოდერძი მღერის კარგად. ნუ კარგად როგორ მღერის, ხო? ბევრი წვალება გიხდება მაინც, იმიტომ რომ პროფესიონალი მომღერალი არ არის და როგორ არის ეს ასწავლი, მოყვება. მომზადებული მოდის ტექსტით, ასწავლი და აბსოლუტურად მელოდიაც იცის მეორე დღეს რეპეტიციაზე. ასეა, ასე კარგად გამოდის? ანუ ეს რამე რო იყოს, შეგიძლია სიმღერითაც ირჩინო თავი, ხო? ხო, რა ვიცი. რესტორანს გააჩნია. გოდერძი იმპროვიზაციულად ეხა შეგიძლია რომ რამე ფორჩხიძე გავაგდებ ფორჩხიდეს მალე. არა, ახლა ჩემგან. არ იცი რომ ფორჩხიდეს ვაგდებ, შენ არ იცი გამბავი? რატო რამე არ ქნა თუ რა? ვიღაცა არ შვება რაღაცას. დათო უცხაშვილი არ მოდის. მაინტერესებს აი თუ ფორჩხიძეს მოუწია წასვლა. შეძლებთ თუ არა, ხელფასი არის ჩვეულებრივი. ხელფასი რამდენი გა? კარგი ხელფასი. შენზე მაღალი ხელფასი. აი დათომ ცოტა. მაშინ გადაიწევი. დათოს შეიძლება ცოტას ვაძლევ უკაცრავად რა. დათოს შეიძლება ცოტას ვაძლევ და შენ მეც მოგცემ. დათო ჩორს ნუ მიდიხარ იქვე იყავ. აი შენს ვარსკვლავთან დადექი. დავაი, აბა რა შეგიძლია? უნდა ვიმღერო კიდევ? ხო, იმღერე, გაუსწორე რა ერთი ახალგაზრდა. გაუსწორე რა. შენ პერსონალი და იმან გაუსწორე. გაუხდა. ეგეც მართალია. მე თვითონ გაუსწორე. არა, ეს უნდა გადააწყო ეს. რა გადავაწყო კაცო? აი ეს არის გადასაწყობი, თორე მაგამდე მეც კი მივწვდებოდი შავ. არაფერი გადასაწყობი არ არის, უბრალოდ დაუწიო რა. კარგი არ გინდა ეგეთ სახით. მიდი არა. გაგიჭირდება ამის გარშე ეს არ გაუშვა. კაი, ნახოთ რა. თორე გაუშვებ და მეორე დღეს უკვე სხვა გადაცემაში დაუკრავს, რო იცოდი და ამიტომ არ გაუშვა. მართლა? აბა რა სიზავზე ხა უსამსახუროდ ყوار დარჩება. დაუძახებენ არა და ხო ისინი აბა რა სწავენ. მაგრამ იქ რო არ წავა, ჩემი ხათით მაინც არ წავა. მე რა არა, შენი ხათი რატო არ წავა თუ გააგდებს? წახვალ ბიჭო, ჩემ გამაგდე წავალ აბა რას ვიცი. იქ წახვა? აიცა უკვე მეგონი მირეკავ. ჯერ არ გაუგდივარ არა. კაი. იმი დაუკარი აბა. ნახოთ რა. ო რა დაუკრა, რა დაუკრა მო. რამე დაუკარი, რამე. ეს რაღაც ბეთჰოვენია ხო? მიდი. კაი. ეგ იყო სულ. კაი, გასაგებია არა უშავს. კარგი იყო. ხო გადავარჩინე. ხო, კაია. მოდი დაჯექი.
დათო, თუ გაგაგდებთ ბოლო მომენტში რა. გულშემატკივრობ ამას, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მეც გულშემატკივრობ. მოიგეთ, მანქანა ძალიან მინდა როგორ მანქანის ძელკაში. როგორ წავა? ეს ნომერი რო გითხრა? SMS ნომერი თქვი, მე არ ნომერი ხალხი. არა, შენც გეტყვი და გამომიგზავნე. ბატონო, რა პრობლემაა? რა ნომერია? ასე ხარ ჩამიტარა რა. 95 201 შავთ. მან 202? 201. 201-იო? 1 კი ხო. 201 გასაგები. მომეშენ ტელეფონი გავა. ჩემი არა, მე უკვე გავაგზავნე. კი ბატონო, 95 201 ვისაც მოგწონთ გოდედის შარაშიას და ელენე ფოჩკუას შემოქმედება დაუმესიჯეთ. მოიგებენ კი რაღაცას და გადაცვლიან რაღაცაში კიდევ მანქანის ფული დარჩებათ და ნახოთ აბა როგორ იჩალიჩებენ ახალგაზრდები უდღმესი მადლობა რომ მოგზავნით რომ მიმღერეთ რომ დაუკარი რომ ფორჩხიდე ძალიან გიყვარს და გადავარჩინე ფორჩხიდე ახ მიიწერა ეგრევე შეხედე ფორჩხიდე გადავარჩინეო ძალიან დიდი მადლობა კარგად ჯანდებოდ მადლობა თქვენ მეგობრებო, მართლაც გემრიელი ლუკმა, დესერტი როგორ უნდა თქვა, მაგრამ არის ყველაზე გემრიელი ლუკმა დღევანდელი შოუსი. ერთი სიმღერის ისტორია და ჩვენ გვეწვია მამუკა ჩარკვიანი. გამარჯობა მამუკა. მე გითხარი შენ როგორი კომპოზიტორი ხარ, იცი და როგორი შემსრულებელი ზოგადად უფრო კომპოზიტორი. სხვა შენზე ცუდა დასრულებს სიმღერებს და შენ უნდა შეასრულო შენი სიმღერები. იცოდი ესა? ვიცოდია. მხოლოდ შენ არა, მაგრამ ყველაზე კარგად შენ გამოგდის. რატო ხდება ეს? ნუ რატო ხდება შალოდა მთელი ჩემი შემოქმედება რაც არის არ გამოუყოფ მე ჯანსუღთან ერთად. საერთოდ ეგეთ ტანდემი თუ არსებობს კიდე სადმე მე არ ვიცი. მამაშვილის ტანდემი ესეც იმაში სიტუაციაში. ყველანაირად დამწერია სიმღერა შეკვეთით მამასთვის შემიკვეთია მithქვამს რამე ლექსი შეგიკვეთია კვეთია კი მე ასრულებს მაგრამ უფრო ჯანსუღისგან ხაჩავდი ხოლმე იმ ხელა მუსიკა ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიაში მე უკაცრავად მამაზე მithქვამს მე ამას რატო ვიძახი მე ყველა პოეტში შემიძლია და დავასახელო პოეტები რომელშიც დიდი მუსიკა დიდი პოეტები არიან მაგრამ ჯანსუღი არის სასიმღეროდ ხო არის და არის. მე ხო პირველ შემთხვევა არ ვარ მაცაცოს სებისკვერაძე. ჩვენი ჯემალ სეფიაშვილი და ბევრი კომპოზიტორები, რომლებსაც 200-მდე სიმღერა აქვს კაცს. დღეს ვიხსენებთ სიმღერას, რომელსაც ქვია, ვიხსენებთ რა, არც არ დავიწყებულა ეგ სიმღერა, მაგრამ შევასრულებთ კიდევაც, შევასრულებთ რა, მე არ შევასრულებ. ამუგა შეასრულებ. მაღლა და მაღლა. ეს არის როგორც შენ მითხარი ცოტა ხნის წინ 3 ლექსის კომპილაცია, ხო? ნუ ეს საერთოდ უმეტეს შემთხვევაში პოეტები ცდილობენ თავიანთი როგორც მუსიკოსები, როდესაც ალბომს უშვებ, თემატურად რო ახლოს იყოს, რო დააწყობ იმას ერთმანეთთან და საკმაოდ ადვილი მოსაძებნია ესეთი სიახლოვე ლექსების წიგს რო გადაშლი. ეს ლექსები შემხვდა და ავაწყე ესეთი სიმღერა. პირველად როდის სიმღერა? და სად? პირველად ვიმღერე ოპერაში. ვა. 40 წლის ასაკში. აი, უკვე რო დავიწყე სიმღერა. ხო. და რო გამოვედი იქიდან ერთი გავაჩერე უცნობი იყო და რა შეასახმოდა ოპერაში გიმღერიათ ხოლმე უთხარი. დაიბნა უცებ მე მიმღერიათ და გავიწყე. ოპერაში გიმღერია. კიდევ სად გიმღერია უჩვეულო ადგილებში? აი ყველაზე უჩვეულო ადგილა სად გიმღერია? ბევრად. მაი მედია. ბევრგან. ტუალეტში ყველაზე უჩვეულო ადგილი. არა, ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ აი დათოსაც ჩემი ძმაკაც დათო ფორჩხიძესაც ბევრი ხიტი ტუალეტში აქვს დაწერილი, ხო? არა, ხიტებს ტუალეტში ვერ წერმე. ვერ წერ, ხო? მაგრამ ღერი. მაგრამ ღერი. შხაპის დროს? შხაპის დროს ღერი. ღერი. ეხლა რო გითხრა რომ შხაპს არ ვიღებ თქო. იმიტომ რომ შენ ისეთი
წამყვანი ხარ და ისეთი გადაცემა გქრო სულ ველოდები რაღაც. არა. მე დავიწყებ მაგას. დაიწყე. ხო და მაშინ ასე ვთქვათ, რომ აი ყველაზე კურიოზული ნამღერი სად გქონია რამე აი ეს ყველაზე კურიოზული ნამღერი მქონდა ეს არის კიროვის ბაღში იყო ესეთი კლუბი ერქვა. რაღაცა კლუბი იყო რა. იქ შევედი კონცერტი მქონდა. და გასკდა რაღაცა ერთი ის ბარაბანი თუ რა ბარაბანი კი არა ის დინამიკი ხო წავიდნენ მოიტანეს მეორე დინამიკი ამასობაში ჩვენ გადავჯექით მაგიდაზე ჩემი საღამოა და ვსვამთ რა შევზახო ჯერ არ დაწყებულა მეორეც გასკდა რა ხეთქავდა ვერაფერი გავიგე მაგრამ ჭური ხო არ იყო რომ ღვინოს გაერა ხო და მესამე რო გასკდა და დაგვემხო სცენა თავ გამოვართვი გიტარა და გიტარით ჩავატარე მთელი კონცერტი. ეს ჩვენ გიტარით არა, მაგრამ აგერ მთელი ბენდით უყურებ ამ ბენდის შემოქმედება. როგორ არის დათოს მე ბიჭებს ეხლა პირველად გავიცანი ბიჭები და ძალიან მომწონს დათო ახლობლები შეიძლება მეგობრებო მე რაღა დამჩენია მე მოგზალებული კაცი ვარ გიგანტები ისხედან აქეთ მუსიკალური სამყაროსი მე ერთი საწყალი იუმორისტი კაცი ვარ ვუთმობ ასპარეს მუსიკას შეგახსენებთ უბრალოდ რომ შოუ შემდეგ დაიწყება ერთხელ საქართველოში კომედიური სკეჩკომი ასე ვთქვათ და აბა სულ მაღლა ზევით Sahar, khebo mazesta. Rakhlo sahar mazestan zarebo. Gauchelia, tvalebi nestas. Damageri, stamar me visa me po. Zevit magla da magla Natsris vergzeve shenas toalebs umze Sinatlis peri movrunda tagma Daubnevia mikhaki guze ჩვენი სათქმელი უთუოდ დღეს თქვა რა დროს შიშია და მოგრძალება ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან და ალბათ მალე ჩამობრძანდება სულ ზევით magla da magla Natsris vergzeve shenas toalebs umze Sinatlis peri movrunda tagma Daubnevia mikhaki guze Atasi vardi da petkeba asi atasi gamogmitmeva da shen khar gagmi da gazapkhulis gavsilamaze sulzevit magla da magla natsris vergzeve shenas toalebs umze
დაუბნევია მიხაკი